თქვენ გეკითხებით, მაშინ თქვენ მითხარით. მე მეკითხებით ბატონო. არა, კი ბატონო, არ შეგეკითხებით, მაგრამ აი, რა ვიცი, საზოგადოებას ვეკითხებით. მაშინ მაჩვენეთ ეს მასალები, აღარ გვაქვს დრო. როცა საქმე მტკიცებულებებს ეხება, ოპოზიცია მედიას ცარიელ ხელებს აჩვენებს. ოპოზიციურ მედიას კი საეთერო დრო ეწურება. ხაზარაძის ტელევიზიას სახალხო დამცველის მკვეთრი პოზიცია არ მოეწონა, რომლის მიხედვითაც 300,000 ხმის გაყალბების შესახებ ბრალდებები უსაფუძვლო და სისურლელეა. მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება თქვენ არ გინახავთ. მე არ მინახავს. არც ერთი გამოძიების ან შეგროვებული მასალების მე არ მინახავს ასეთ. 100,000 ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არც ერთი არ მოსულა. 300,000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა ჭირდება და რა ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემს ძალიან ცხადია და ამიტომ ასეთ ბოდიშით და რაღაც ჰაერდან მოტანილ სისულელებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია. მეორე საკითხი არის რომ მე არ ვარ. ლევან, თქვენ რომ მოგაწოდონ სრულყოფილი მასალა, შეიძლება გადახედოთ და ეს თქვათ გაყალბების შესახებ, რომ 300,000 ხმა გაყალბდა. მე არ ვიცი რამდენი, მე არ ვამტკიცებ არაფერს. რა მასშტაბზეც აქვს საუბარი არასამთავრობო ასეთი მტკიცებულებები არსებობს. პირველ რიგში მე კი არ უნდა მომაწოდონ. თუნდაც მეც მომაწოდონ. საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მთავარ ბრალმდებლებს სპეკულაციებისთვის სივრცე ჯერ სასამართლოს ყველა ინსტანციამ, შემდეგ ეუთო ოდირმა, ახლა კი პროკურატურის გამოძიების შუალედურმა შედეგებმა გამოაცალა. არჩევნებში დამარცხებული რადიკალები ხელახალ არჩევნებს მაინც ითხოვენ. როგორც ამბობენ, არ ენდობიან არც ქართულ საგამოძიებო უწყებებს და არც ამერიკელ ექსპერტებს. ჩვენ არანაირი მოლოდინი ცხადია, რომ არ გქონია პროკურატურისგან, რომ რაიმე სხვადასხვას გააკეთებდა, ამიტომ არის, რომ ჩვენ ინთავითვე მოვითხოვეთ საერთაშორისო გამოძიებად. რამდენჯერაც უნდა გამოიყონა რაღაცა სიმპათიური ბიჭები და აყენონ და ალაპარაკონ რაღაც წყნარ ტონალობაში, რომ არაფერი არ გაყალბებულა და ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ამერიკიდან ჩამოვიყანეთ რაღაცა ჯემალი და იმან გითხარი არ ყალბდება, სისულელი არავის არ აინტერესებს. სურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთი იყო, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა, თუმცა საკუთარი კოლეგების მსგავსად ხელცარიელი. ხმაურიანი ბრალდების ავტორებს არც ერთი მტკიცებულება არც საგამოძიებო ორგანოებისთვის და არც საზოგადოებისთვის არ წარუდგენიათ. ყველა ინსტანციამ დაადგინა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია მარჩვენებზე არ მოხდარა. ეს დაადგინა პირველ რიგში ეუთო ოდირმა, რომელმაც უარყო 5-ვე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია. ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ და ასევე ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე. მიზეზი არის მარტივი. არავის არ აქვს არავითარი მტკიცებულება არათუ გაყალბებასთან დაკავშირებით, რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. ოპონენტების სრულ და უსაფუძვლო აჟიოტაჟის შესახებ საუბრობენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ ხმაურიანი ბრალმდებლების მიზანს ქვეყანაში არეულობა წარმოადგენდა, თუმცა არ გამოუვიდათ. სულ არ ყოფილიყო პროკურატურის გამოძიება, ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არაფერი, არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ვიტუმეტეს ტოტალურად გაყალბებული. ეუთო ოდირის დასკვნაც ამაზე მეტყველებს და ეუთო ოდირის დასკვნის მიმართ ესეთ გააფთრებულ ისტერიკაც არის ერთ-ერთი მანიფესტაცია იმისი, რომ არაფერი ხელთ ჩვენ ოპონენტებს ამასთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. თითქმის 3 თვეა რაც არჩევნები დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, ვერ წარმოუდგინა ვერც საზოგადოებისთვის, ვერც გამოძიებისთვის, რომელიც სწორედ მათი მოთხოვნით დაიწყო პროკურატურაში, რაც ყველაზე მთავარია, ვერ წარმოუდგინეს ვერანაირი მტკიცებულებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ეუთოს დასკვნაში სწორედ მოხდა ის შეფასებები, რაც იყო ობიექტური და სამართლიანი და არა ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ და ჯერ კიდევ ეუთოს დასკვნა ფაქტობრივად სულად გააცამტვერა მათი პრეტენზიების არჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ არა ერთხელ მოვისმენთ თქო, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისგან, რომ ხელი აქვს ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ელემენტარულად ამის არანაირი მტკიცებულება. არაერთხელ თქვით, რომ 25,000 ადამიანზე მეტი ყავდა წარმომადგენლები კოლექტიურ ნაცმოძრაობას მთლიანად რადიკალური ოპოზიციიდან არჩევნებში.
მათი ოჯახის წევრები მიამატე და 100,000 ადამიანი იყო დამკვირვებელი, პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა და ცოცხლად აკვირდებოდა არჩევნებს და ერთმა მაინც როგორ დააფიქსირა, ყველას ვიდეოები ქონდა და ყველას ქონდა მობილურები, ხო? 800-მდე საგამოძიებო მოქმედება და მაღალი დონის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტები. პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგების საზოგადოებას გუშინ გააცნო. დადასტურდა, რომ ვერიფიკაციის აპარატებთან მიმართებით რაიმე ტიპის მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და ერთი ამომრჩევლის მიერ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა გამოირიცხა. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 400-მდე პირი, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და თანამშრომლები. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა არაერთი საარჩევნო ექსპერიმენტი, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია, ასევე ერთი და იმავე ამომრჩევლის მხრიდან მრავალჯერადი ხმის მიცემა, ასევე ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა მარკირების სითხესთან მიმართებაში, რამაც დაადგინა, რომ მარკირების სითხის ქიმიური შემადგენლობა იყო სრულად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. სხვათა შორის ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ოპოზიციას არჩევნებამდე პრობლემა არ ჰქონია. უფრო მეტიც, რადიკალები მაშინ საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების სანდოობიდან გამომდინარე მათი ხმები დაცული იქნებოდა. თუმცა არჩევნებში მარცხის შემდეგ რიტორიკის შეცვლა მოუწიათ. საფრთხოა იმ თვალსაზრისით, რომ კონტროლი გამორიცხულია იმისი, ვინ ვისაძლევს ხმას, არ დაგაბნიოთ იმან, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ელექტრონული ხელსაწყო და შეუძლია ამიტომ ხმის მიცემის გაკონტროლება, ეს ასე არ არის. ეს არის უმაღლესი დაცვის და უმაღლესი სტანდარტის ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამოიყენება. არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგებით გაირკვა ისიც, რომ ოპოზიციის იმ მცირე ნაწილმა, რომელიც გამოკითხვაზე იმყოფებოდა, საკუთარ განცხადებებს პრევენციული უწოდა. ნაწილმა კი თქვა, რომ აჟიოტაჟი მესამე პირის მიერ მიწოდებული დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე ატეხა. თუმცა რადიკალების უმრავლესობა არც საქალაქო სასამართლოში მივიდა. პროკურატურა გამოსაკითხ პირებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.